როდესაც ბავშვს პირველი სერიოზული პრობლემა ხდება, კონფლიქტი მეგობართან, დაბალი ნიშანი სკოლაში, ან უცხო გარემოში ადაპტაცია, ჩვენი მშობლების რეაქცია ხშირად მისი ამბონეილი გამოქვაბულიდან სასწრაფოდ გამოყვანა არის. თუმცა ამით უმნიშვნელოვანეს გაკვეთილს ვართმევთ. ვიფიქრიათ ალადინის ხაბარში, ის ჯადოსნური ლამპარი, რატომ არის ყველაზე ბნელ გამოქვაბულში. ლამპარი სულთანის სასახლეში რომ ყოფილიყო, ალადინი სავარაუდოდ მას უბრალოდ ძველ ნივთად მიიჩნევდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც გარე სამყაროს ყველა შუქი ჩაქრა და ალადინი წოდიათში მარტო დარჩა, ალადინი ინტუიცია მაიძულა, რომ ის შინაგან ძიებაზე გადასულიყო. ჩემს ბლოგში მას შინაგანი რესურსების აღმოჩენა დავარქვი. იქ დეტალურად ვხსნი, რომ ბავშვის გამოქვაბული მისი მტერი კი არა, მისი საუკეთესო მასწავლებელია. ეს არის სივრცე, სადაც ის საკუთარ ძალას პოულობს. და როდესაც ამ ზღაპარს პატარას წაუკითხავთ, ერთად დახატეთ გამოქვაბული. გამოქვაბულში ბავშვს ჩაახატინეთ ყველაფერი, რაც აშინებს, ხოლო გამოქვაბულის გარეთ დაახატინეთ პატარა ლამპრები. ლამპრებად გამოიყენეთ ბავშვის თვისებები. თითოეულ ლამპარს დააწერეთ ბავშვის ის თვისება, რომელიც მასშია: სიმამაცე, სისწრაფე, გონიერება, ღიარულება. ასე ბავშვი გაიაზრებს, რომ რთულ სიტუაციაში ის ცარიელი არასოდეს არ არის. ასწავლეთ პატარებს რთულ სიტუაციებში საკუთარი შინაგანი რესურსებით გზების ძიება და არა მხოლოდ უფროსების იმედად ყოფნა. სწორედ ამ პრინციპით ვმუშაობთ ჩვენს საკვირაო სკოლაში პატარებისათვის.